Poeti სახალხო პროტესტი რუსთაველის გამზრდილი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული მოთხოვნები და ეს მოთხოვნები ერთი წლის თავზე კიდევ უფრო გასაგებად და კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება, მაშინ დარწმუნებული ვარ. 7 საათზე ჩვენ შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიძრებით მარშით რუსთაველის გამზრდილისკენ, იქ სადაც უწყვეტად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სახალხო პროტესტი. ორი მთავარი მოთხოვნა ეს არის პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების, ტყვეების თუ მძევლების, როგორც უწოდებთ მათ და რეალურად ხო პოლიტიკურ ტყვეებად აქცია რეჟიმმა ეს ადამიანები, ამ ადამიანების თავისუფლება, ეს არის ახალი თავისუფალი არჩევნები და არა ისეთი არჩევნები, რა არჩევნებით ჩვენ ნახეთ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებად წოდებული, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ამხელა პროტესტი, ასეთი შინაარსის, ასეთი ხანგრძლივობის, ასეთი უწყვეტი პროტესტი ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა არასდროს. ვინგი ერთდებათ 28 ნოემბერს, არის თუ არა უკვე თარგეთი ფოკუს ჯგუფები შერჩეული და ასევე გადავიდეთ მე არჩევნებზე ვინ უნდა ჩაატაროს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც ახლავს ამ ყველაფერსთან ამ ერთმა წელმა გამოაჩინა ის რასაც შეგვიძლია ჩვენ ჩავეჭიდოთ ყველაზე მაგრად ეხა საზოგადოება, სამოქალაქო ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები გამოაჩინა ის ვინ არის ერთგული პროტესტის, ვინ არის ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ ითანამშრომლებენ მსგავსი ტიპის არალეგიტიმურ, არაღიარებულ რეჟიმთან და ჩვენ უკვე ვიცით ვისთან შეიძლება მსგავსი ნაბიჯებით სიარული დაგეგმვა კონკრეტული პოლიტიკური აქტივობების და 28 ნოემბერს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის განსხვავებული ერთობა, რომელიც შედგა და დაფიქსირდა კიდე ჩვენ ნახეთ გუშინ სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამიტომ ეს არ არის ერთი კონკრეტული პარტიის ან ჩვენი კოალიციის აქცია, ეს არის ერთიანი იმ ხალხის აქცია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში დგას რუსთაველის გამზრდილი. მე როგორც ხედავ ქართული ოცნების პროპაგანდის მუშაობის შედეგად, თვითონ ქართული ოცნებაც ცდილობს 28 ნოემბერი მოხსნას თავისი ბიოგრაფიიდან, როგორც პოლიტიკური პარტიის და როგორც პოლიტიკური ძალის ბიოგრაფიიდან. ისინი ამბობენ, რომ ის განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძე 28 ნოემბერს გააკეთა, რომ საქართველო წყვეტს ევროინტეგრაციის კენსვლას და 2028 წელს დაუბრუნდება მხოლოდ ამას, იმიტომ რომ უკმაყოფილოა Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის დამოკიდებულებით ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, უნდათ რომ წაშალონ მათი ცხოვრებიდან ეს თარიღი და გადააბრალონ ევროკავშირს, ევრორეზოლუციებს, ამბობენ რომ ჯერ კიდევ ივნისში მათ შეგვიწყვიტეს სინამდვილეში და ეს ჩვენი პასუხი იყო, არა და ვიცით ყველაფერი როგორ მოხდა ქრონოლოგიურად, ხო? აი ამ თარიღის შემდეგ 100,000-ობით ადამიანი თითქმის რამდენიმე თვის განმავლობაში, მინიმუმ 2 თვის განმავლობაში იდგა თბილისის ქუჩებში, ვნახეთ უპრეცედენტო ჩეხვა ადამიანის სახეების პროტესტის მოკვლის მცდელობა, პირდაპირ და ირიბი გაგებით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც აი ამ ძალადობის ნაცვლად იმუშავა რეპრესიებმა, ჯარიმებით, ადამიანების თან ცალ-ცალკე ურთიერთობით. ფაქტია, რომ რეჟიმმა გაიყვანა პროტესტიდან რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ჯენზი. ფიქრობთ თუ არა, რომ პროტესტი აღარ არის ისეთი მასშტაბური, თუ ადამიანები, ვინც თქვენ ახსენეთ, მათ შორის ვინც გამოხატავს ღიად თანაგრძნობას და ემპათიას პროტესტის მიმართ და გვერდით დგომას, არიან ასევე ისინიც, ვინც არის ჩუმად, მაგრამ გითანაგრძნობთ და შეიძლება 28-ში თუ არა არჩევნებზე მაინც აღმოჩნდეს თქვენ გვერდით. ერთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ცხადი. ის ხალხი, ვინც ერთი წელია დგას რუსთაველზე, წარმოადგენს ამ ქვეყნის უმრავლესობას. მე, ნოდარ ჩაჩანიძემ, ჩვენმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა, ჩვენმა კოალიციამ, თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც დგას რუსთაველზე, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ამ ქვეყნის უმრავლესობას, დაახლოებით 80%, რომელსაც ყოველთვის უნდოდა დასავლეთის დემოკრატიულ სამართლიან სისტემაში ინტეგრირება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება, რაც იყო ამ სახელმწიფოს ეროვნული მიზანი, რაც იყო ამ სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანა ყოველთვის და ასე იყო აწმიოლების განმავლობაში. ჩვენ პატარა ნაბიჯებით მივდიოდით თუ საშუალო ნაბიჯებით მივდიოდით ევროპისკენ, ჩვენ ვიცოდით ამ სახელმწიფოს ვაშენებით, ჩვენმა თაობებმა ვიცოდით ზუსტად რა იყო ჩვენი ეროვნული
ეროვნული მიზანი და ეს არის ეროვნული ბრძოლა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს. ყოველ დღე, ყოველ საგამოს, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე რაოდენობის ხალხი ვერ იქნება რუსთაველზე და ამ პროტესტს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა თავის პიკური პერიოდები, ხო ჩვენ ბოლო პერიოდში გვახსოვს მათ შორის კონკრეტულ თარიღებზე ძალიან დიდი 10,000-ობით ადამიანის მსვლელობები და მარშები დავაორგანიზეთ. ზუსტად ვიცით, რომ 28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასევე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბება და ნახავს კიდევ ერთხელ ქართული ოცნების რეჟიმი, როგორ გამოუვიდა მას იმ მიზნების მიღწევა, რა მიზნებიც ჰქონდა რეალურად გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ მას სურდა რომ პროტესტი ჩაეხშო, თუმცა ვერ შეძლოეს, მას სურდა რომ რუსთაველის გამზრზე აღარ არსებულიყო რეალურად საპროტესტო კერა და ვერ მიაღწია ამას, ვერაფრით ვერ მიაღწია, ვერც დაჭერებით, ვერც ტყვეების აყვანით, ვერც იმ მინივენებში ადამიანების წამებით, ვერც არც ქუჩაში დევნით, ვერც რეპრესიული კანონმდებლობით, ვერც იმ კანონების მიღებით, რომელსაც რა ვიცი, რომლის ანულირებასაც ახლა ითხოვს EUTO ODIHR. კი, რომელსაც ითხოვს EUTO ODIHR მათ შორის და რომელსაც ამბობს, რომ ეს არის რა ვიცი, სისტემური ბრძოლა შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ, რაზედაც დგას ფუნდამენტი დემოკრატიის როგორი სახელმწიფოს აშენება ჩვენ გვინდოდა და რისთვისაც დღეს ვიბრძვით. ამიტომ თავარი რაც უნდა აღინიშნოს, რეჟიმმა ვერ მიაღწია საბოლოო ჯამში ამ ერთმა წელმა ჩვენ გვაჩვენა ზუსტად ის, რომ რეჟიმმა ვერ მიაღწია იმ მიზნებს, რომ გაეჩუმებინა ქართველი ხალხი. თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ვინც მართლა საკუთარ თავს წირავენ, ხო და ჩვენ ვნახეთ ერთ წლის განმავლობაში, ვნახეთ ძალიან კარგად გაიცნო რუსთაველის პროტესტი და იქ შეკრიბილი საზოგადოება, ყველა მთელმა საქართველომ ნახა იქ როგორი ადამიანები იკრიბებიან, რამდენი პროფესიონალი, რამდენი ექიმი, რამდენი მსახიობი, რამდენი პედაგოგი, რა ვიცი, ცხაშულის დედას იჭერენ, ყველაფერს კადრობს, მათ შორის პროპაგანდისტების თითები, რასაც აკეთებენ დღეს ტროლბოტების სახით, ხო? ეს არის საშინელება, ყველანი ცდილობენ რომ გააშავონ პროტესტი, ბუნებრივია და სულ მცირე პატარა საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ გააშავონ სულ ყველა, მაგრამ რეალურად იციან, რომ პოლიტიკურ პარტიებზე მინდა კითხოთ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ვინ გიერთდებათ, აი ცოტა ხნის წინ გავრცელდა განცხადება, რომ გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური პარტია თქვენთან ერთად არ იქნება 28-ში. ვერ გეტყვით გიორგი გახარიას მართლა გითხრათ, არ ვიცი ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში თქვენ ეთერში მოსვლამდე მე არ მაქვს ინფორმაცია გიორგი გახარიას და გიორგი შარაშიძის განცხადებით პარტია გახარია საქართველოსთვის 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეგვიძლია. რუიანის ფორმატი, რომელიც არსებობდა და რომელიც დღესაც აქტუალურია, დღესაც გვაქვს თავისთავად კოორდინაცია ამ ფორმატში, ვიცით ზუსტად რომ ეს პარტიები იქნებიან, მინიმუმ დაახლოებით 10-მდე პოლიტიკური ძალა ზუსტად ვიცით რომ არიან, თუმცა კიდევ ამბობ, აქ მთავარი არის ის, რომ ერთიანობა შედგა საზოგადოებრივ ჯგუფებს, სამოქალაქო, საპროტესტო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამიტომ ჩვენ ვიცით, ვინც ვიქნებით რუსთაველის გამზირზე, ვიქნებით ადამიანები, ვინც ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რაოდენობით, ასე ვთქვათ, დადნიდნენ რუსთაველზე და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი, რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავაგონებთ მთელ მსოფლიოს. ვიცით რომ ჩვენი ხმა არ ესმის ივანიშვილის რეჟიმს, მაგრამ გავაგონებთ ერთმანეთს და გავაგონებთ იმ პარტნიორებს, ვისაც უნდა. იმედია ეს ხმა იქნება ხმა მაღალი და მრავალრიცხოვანი. მადლობა ნოდარ ჩაჩანიძეს, კოალიცია ცვლილების ახალგაზრდა ძალიან საინტერესო პოლიტიკო